ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლი საჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების ფაქტს ეხმაურებიან. პეტრე ზამბახიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის ფრაქციების მიერ კანდიდატების თავიდან დასახელებას არაკანონიერ ქმედებად აფასებს და აცხადებს, რომ უმრავლესობა მათი კვოტების მითვისებას ცდილობს. დეპუტატის განცხადებით იგივე პოზიცია აქვთ კანონპროექტის ავტორს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და იურისტებს. უმცირესობის წევრები მოუწოდებენ დეპუტატებს ხელი აიღონ უკანონო ქმედებებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებს, რომ ისინი კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ ჩადიან. აკაკი ძნელაძე ოპოზიციას კი კვლავ წარსულზე მიუთითებს და აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები ტელევიზიის ბედით 9 წელი არ ინტერესდებოდნენ. აჭარის ტელევიზიის ბორდის დასაკომპლექტებლად აჭარის უმაღლეს საბჭოში ხვალ გარეშე სესია იგეგმება. რამდენიმე კვირის წინ იცით, რომ ეს კანდიდატურა შეგნებულად ჩააგდეს და როგორც ჩანს, კვლავ აპირებენ თავისი, ესე ვთქვათ, მიითვისონ ამ შემთხვევაში ჩვენი ფრაქციების კვოტა და წარადგინონ კანდიდატურები. მოუწოდებთ კიდევ ერთხელ ხელისუფლებას, რომ დაიცვას კანონი მაუწყებლობის შესახებ, რომლის მიხედვითაც თითოეულ ფრაქციას აქვს თანაბარი კვოტა წარადგინოს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატი და ნებისმიერი მცდელობა, ნებისმიერი, ესე ვთქვათ, მითვისება აი ამ კვოტისა იქნება უკანონობა. კანონი ეუბნება უმაღლეს საბჭოს და თითოეულ ჩვენთაგანს, რომ ეს ორი კვოტა, რომელიც 5-დან 2 დარჩენილი, რომელიც არის შესავსები, სწორედ უმცირესობის მიერ უნდა იყოს წარდგენილი. გარდა ამისა, მე მინდა გაჩვენოთ ახლა თქვენ მასალა. პირველ შემთხვევაში ფრაქციის თავმჯდომარე აკაკი ძნელაძე აწერს ხელს პირველ ვარიანტს და მეორე შემთხვევაშიც ბატონი აკაკი წარადგენს ამ შემთხვევაშიც ხვალ ერთ კანდიდატურას. მე-9 პუნქტი ითვალისწინებს იმ შემთხვევაში თუ კანდიდატი, რომელიც მრჩეველთა საბჭოში, ასე ვთქვათ, ჩაიჭრა, ფრაქციებს შავით თეთრზე წერია. აქვს უფლება დაასახელოს კანდიდატები. ფრაქციებს, აი ეგ არის, როგორც სურთ, ისე გადააბრუნონ ეს კანონი. თუ ზუსტად სურდათ, გაეწერათ შიგნით ამ მე-9 და მე-10 პუნქტში, რომ მხოლოდ იმ ფრაქციას, ვისი კანდიდატი ჩაიჭრა.